Salvit მეგობრებო, ეს არის ჩემი პირველი ვიდეო და მოკლედ გადავწყვიტე რომ გადამიღო Minecraft hardcore და მოკლედ ნახოთ რა იქნება. თქვენ მაგამდე არ დაგავიწყებთ ვიდეოს და ლაიქება და არხის გამოწერა და მოდი დავიწყოთ. ესე იგი პირველ რიგში რაც ყველაზე საჭიროა, ეს არის ხე. ვინც არცით hardcore რა არის, ანუ ერთხელ თუ მოვკვდები, მეორჯერ ვეღარ გავცოცხლდები და ყველაფერი აბსოლუტურად დაიკარგება. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. და პირველ ეპიზოდში ახლა ვეცდები რომ არ მოვკვდე პირველ რიგში და სახლი ავაშენო რა. ხო და მოდი ვნახოთ რა იქნება. ესე იგი. ეს გადავამუშავოთ ახლა და გავაკეთოთ crafting table-ი. ჯოხიც დაგჭირდება და ნაჯახი აუცილებლად რომ ხეები მალე მოვჩახოთ. მაგრამ მე ესეთი იდეა მაქვს რომ ჯერ გავაკეთებ ამას. წერაქვს და ავიღებ აუწყალე. ქვას რო ქვის ხმალი და ასე შემდეგ რაც არის ნაჯახი დავიკრაფტო. იმედია საინტერესო ვიდეო გამოვა, ვეცდები ყოველ შემთხვევაში. და რავი. კაი. ეხლა აქედან როგორ ავიდე. ორ წამით. ეს გამოყენება მომიწევს. ქვის. კაი, ეხლა დავიკრაფტავ მოკლედ ნაჯახს. ვინმე ჩავდე. ნაჯახი და ჯერჯერობით მეტი არაფერი არ დამჭირდება. და ეხლა ავიღებ ხეს. აგერ ქოლსაც მივაგენი. ეს დაგჭირდება იმისთვის, რომ გავაკეთოთ კიდე საჭმელი შევწვათ და ნატურები გავაკეთოთ თუ თორჩები. აუწყალ ქვის ძალიან ნებართდება. რატო გაბაგა? არ ვიცი, არა უშავს. რადგან პირველი ვიდეოა შეიძლება ძალიან კარგი ხარისხი არ იყოს, ვეცდები რომ გამოვასწორო და თქვენ დამიწერეთ კომენტარებში შემდეგი რა გიდათ რომ გადავიღო hardcore-ის გარდა. hardcore გაგრძელდება უცლებად თუ არ მოვკვდი. თავარი არის რომ არ მოვკვდი. აგერ ცხვრებიც და საწოლიც გვაქვს შვენიერი, ღამის გაცენება აღარ მოგვიწევს. Wow, nice. ეს დრო ხარ, მაგრამ მაინც იყოს. ტყავია, იმას გავაკეთებ. armors. ეს 3. ეს 4. და ეს 5. მოდი აქ. ეხლა შევამჩნიე რომ თურმე ხმის გარეშე ვთამაშობდი და ეხლა გამოვასწორი რა ეს პრობლემა. კაი, კიდევ გვინდა ხე. და ეხლა მინდა მოვძებნო სახლისთვის კარგი ადგილი. სად შეიძლება რომ სახლი ავაშენოთ. ჯერჯერობით დიდი სახლს არ გავაკეთებ. გავაკეთებ პატარას და მე გავფართოვდები რა. როგორც არის. აგერ ლავაც ვიპოვეთ. რომელიც რაში დაგჭირდება არ ვიცი და ბარემ ქვიშასაც წავიღებ რომ შუშები გავაკეთო. აბი დავიკრაფტე მოკლედ მეგობრებო. და ეხლა უფრო მარტივად დავიღებ სილას. ესე. ბევრი წესი არ დაგჭირდება თუ პატარა სახლს ვაშენებთ, მაგრამ რავი წავიღოთ მაინც. всё, საკმარისი. 22 წელი. აქ ცეცხლი უკიდია და მთლიანი ტყე დაიწვა. არა უშავს. 6 ტყავი გვაქვს უკვე შემიძლია ან ქუდი დავიკრაფტო, ან ფეხსაცმელები. და ეხლა სახლს როცა გავაკეთებ, დავიკრაფტო. აი, მოდი ავიდეთ სადმე და მოვძებნოთ სახლის ადგილი, სადაც ავაშენებ. ეხლა ვფიქრობ ხეზე ხომ არ ავაშენო, ან ხო, ხეზე. სავარაუდოდ ხეზე ავაშენებ, იმიტომ რომ აქ ფიზიკურად ადგილი არ არის. რო სახლი ჩაიდგას, თუნდაც პატარა.
აი იქით შეიძლება იყოს. ამიტომ როდესაც მივალ და მიუახლოვდები იმ ადგილს, მაგეთად დაგიბრუნდებით. მოკლედ მეგობრებო, რადგან ადგილი ვერ ვიპოვე, გადავწყვეტე ესეთი რაღაც, რომ აი მეფს გავჩიხავ და აი აქ ცოტა ამებს ნიჩებით გავაფართოვებ ადგილს და პატარა სახლს ავაშენებ. სხვა გზა არ გვაქვს, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ვიპოვე ადგილი, სადაც შეიძლება ავაშენოთ თუნდაც პატარა სახლი. ყველგან ხე არის და აქ შედარებით ნაკლები ხეა და მარტივად აშენდება რა. ეხლა თქვენ ახლავთ ასწრაფებულ კადრს, რომ ძალიან ვიდეო არ გაიწელოს აი ამების მოჩეხვაში. ეს არის ესეთი გამოვიდა საბოლოოდ და ეხლა სანამ დაღამდება დროზე მოვასწროთ რაღაც ნაწილი მაინც რომ დავიძინოთ. კაი, მოდი აი ეს გავაკეთებ. ეხლა სახლის გაკეთებას ღამდება და აქვე უნდა დავიძინო რა. და როდესაც რო გათენდება, განვაგრძობ. ესე ჯობია ნამდვილად. კიდე გაფართოება მიწევს. გონი რა ნორმალური ზომის სახლი გამოვიდა, არც ისე პატარაა. შემდეგ ეპიზოდებში უფრო გავალამაზებთ და შეიძლება საერთოდ სხვაგან ავაშენო. ან უფრო გავაფართო და ასე შემდეგ. მოკლედ ხეები მოვჩეხე, მგონი საკმარისია იმისთვის, რომ სახურავი გავუკეთოთ. ეს თუ უნდა გვეყოს. ეხლა გადავამუშავებ და რამდენი გამოვიდა. საკმარისია ჩვენი სახლისთვის, პატარა სახლისთვის. და მოდი ჯერ აი ამას გავთხრი. A few moments later. ესეც ასე, ესეც გავაკეთეთ. და ეხლა გვინდა გადავხუროთ ჩვენი სახლი. თავარია ბლოკები გვეყოს. შემდეგ შუშებსაც ჩავსვავთ. და ჯერჯერობით, მგონი ნორმალური გამოვიდა რა, დაწერეთ რა როგორ მოგეწონათ კომენტარში. დავიწყოთ გადახრვა და ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ არ ეყოფ ბლოკები. ცოტა მეტი უნდა მოგვიჭრა. არა, უშავს ეხა მოვუჭრი. ვერაფერი. კაი, მოდი, აი აქვე გავიღოთ. არ არის აუცილებელი შორს წასვლა. ეს უნდა იყოს ახლა საკმარისი. ამას მოვაშორებ, თორე ძალიან უშნოდ ეთყობა. კიდევ არ გვიყო, მაგრამ კიდევ ავიღებთ. თავარი არ მოვკვდე, ეხლა საჭმელი უნდა ვჭამო დროზე.
ცოტა მეცა ვიღებ. ერთი ხეც მოვჭერთ. ესეც ასე, ეხლა კარი გავუკეთოთ ესეთი. ესეთი კარი გავუკეთე. გამოვჭერი უბრალოდ. ეხლა გავაკეთებ კარს. გონი ლამაზი გამოვიდრა. მე მომწონს ყოველ შემთხვევაში. ეს მოვაშოროთ კი არა და ავიდეთ. აუ. კარი დავდგე შემთხვევით. ასევე არ დაგავიწყეთ ჩემი გამოწერა TikTok-ზეც. რომლის ლინკი იქნება აღწერაში. და დონაციის ლინკიც იქნება აღწერაში, ვისაც სურვილი იქნება შეგიძლიათ დაადონატოთ. არხის განვითარებისთვის. აი, ახლა ნამდვილად უნდა ვჭამოვუყე საჭმელი და ამისთვის გავაკეთებ furnace. ხით გამოვწვათ, ამას შევინახავ ჯერჯერობით, იმიტომ დამჭირდება თორჩები. სახშიც ესეთი ლამაზი განათება დავკიდოთ. რა, მგონი ლამაზი გამოვიდა. დაწერეთ როგორ მოგეწონებათ კომენტარში. ეს მოდი ცოტა აქეთ გადავიტანოთ. აი ეს გავაკეთოთ. და საწოლი დავიდგათ, აი აქ ეს. მგონი ძალიან ლამაზია და ეხლა დავიკრაფტოთ ქუდი. ჩემს სკინი როგორ მოგწონთ, მიგეც დაწერეთ. კაი, მოდი მე ამას გამოწვას დაველოდები ბოლომდე და შემდეგი არის შუშები. ასე რომ, როდესაც ეს თლიანი შეიწვება და შუშებიც დამზადდება, აი ამ სილებისგან, დაგიბრუნდებთ. შუშებიც დამზადდა, ეხლა გავაკეთებ ჩესტებს 4 წელს, რამდენიც მომივა. და აი ეს ლამაზად დავამაგრებ. აქ გავაკეთოთ ფანჯრები. აქეთაც გავაკეთოთ. და სადმე მინდა რომ გავაკეთოთ ცოტა დიდი შუშა. ან მაგალითად მოდი აი ეს ცოტა გავაფართოვოთ კიდე. ეს მგონი ლამაზია. აქეთაც იგივენაირად. ერთი დროამდე შემფასეთ მეგობრებო როგორია პირველი ეპიზოდისთვის. პირველად უკეთეს გავხდით ცოტა ხანში. და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს, ძალიან მალე დაიდება. აქაც გავაკეთოთ თითო ფანჯარა. და 2 წელი დაგვრჩა. მაგრამ არა უშოს მოდი იყოს ეს. ძალიან ბევრი შუშაც რო არ გამოვიდეს. და მოდი მეც აქ დაგემშვიდობებით. იმედია მოგეწონათ. დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და პირდაპირ რომ უკეთესი ვიდეოები დაიდება უკეთესი ხარისხით. დაწერეთ რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ, რა გავაუმჯობესო. და გამოიწერეთ ჩემი TikTok-იც ასევე დონაციის ლინკი და TikTok-ის ლინკი იქნება აღწერაში. მადლობა ყურადღებისთვის და ნახვამდის.